მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა. მე მისი წამყვანი შავლიკ ჭყოიძე გახლავართ. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ რამაზ ჩალიგავასთან ერთად. ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. ბატონ რამაზ, მოგესალმებით. ბატონ რამაზ, მე დღევანდელ გადაცემაში გასული კვირის განვითარებულ მოვლენებიდან პირველ თემად დავსვამ კითხვას. ეს არის წინა ორშაბათს, სამშაბათს მომხდარი მოვლენები, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. პირველი სასამართლო პროცესი ეს იყო თანხის უკანონო ფლანგვისთან დაკავშირებით 8 წელი რომ მიუსაჯეს და მეორე სასამართლო პროცესი იყო საზღვრის კვეთის უკანონო დრო გადმოკეთა საზღვარი 4 წელი ნახევარი. მე ძვირფასო ტელემაყურებლებო, გარდა ამ ყველაფრისა, ესეთ რაღაცას ვიტყვი, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გარდა ამ დანაშაულებისა, სხვა დანაშაულებიც აქვს საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი, კერძოდ ქვეყნის წინაშეც. და კიდევ ერთხელ განმეორდები და არაერთხელ მithქვამს ჩემს გადაცემაში, რომ მოუწოდებ ხელისუფლებას გარდა ღალატის მუხლის აღდგენისა, აღადგინოს სამხედრო პროკურატურა, რომელიც გამოიძიებს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებს. აქედან გამომდინარე, მე იმის თქმა მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის წინაშე არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს მიმართებაში, რომელიც უნდა გამოიძიოს სამხედრო პროკურატურამ, გარდა ყოფილი პრეზიდენტის იმდროინდელი ხელისუფლების გარკვეულ ნაწილსაც აქვს ჩადენილი სახელმწიფოს წინაშე დანაშაულები და ეს უნდა გამოიძიოს. ამიტომ მეტნაკლებად ვემხრობი ამის სასჯელს, თუმცა ჩემთვის მაინც მეუღებელია თანხის ფლანგვისა და საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით გასამართლება ყოფილი პრეზიდენტის და დანარჩენი დანაშაულები ფაქტურად ისე გამოვიდა, რომ შემოიფარგლა მარტო ამით. და ბატონ რამაზ, თქვენ როგორ შეფასებდით აი ამ ყველაფერს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო. სალამ, ნაბრას დავიწყებდე, მე მინდა ერთხელ კიდევ მინდა მოგილოცოთ უშინდელი ჩვენი ბიჭების გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჩვენ მეც ულოცავ, სულ დამოვიწყდა ბატონ რამაზ. ამხანე აი სიხარული ასე რამე ანიჭებს ეს ამ მხარას სიხარული მოგანაჭებს უშინ ბიჭებმა რა. ვიდეოს მადლობა, ყველას მოგილოცავთ რა. კიდევ ბევრი გამოგხარებთ. წინვალე გამარჯვება იყო ბატონ რამაზ. კიდევ ბევრი გამოგხარებები ბიჭები და მენაცვალე მაგათ. წინსვლა და წარმატებები ყველას. აი ხალხი. მეორე საკითხი ბატონო შავლეკ. თქვენ იცით რომ მე ქართული ოცნების მომხრე ვარ. რა თქმა უნდა ვიცით. იცით რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი ვარ. კი ბატონო. იცით რომ ნაციონალიზმის მომხრე ვიყავი 3-4-5-6 წლამდე. ეგრე 5, 6, 7, 8 წლებში მეც ნაციონალური მოძრაობის მხარეს ვიყავი. აქტიურია შეულებრივად, ხო? ჩვენ პრეზიდენტს საკაში 5 წელი ხოა მიჯილი. 5 არა. ახლა მიუსაჯა 8 წელი და 11 მიუსაჯეს. არა, 11 წელი მიუსაჯა, რომელიც მე შთანთქა და 8 წელი გამოვიდა და პლუს დაუმატეს 4 წელი ნახევარი და ფაქტურად გამოვიდა. მანამდე ხონდა მიჯილი მანამდე? მანამდე 5 წელი ხონდა მიჯილი. მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა მაინც 12 წელი და 6 თვე. 5 წელი ხო მიუსაჯეთ, არა. მე ამის წინააღმდეგი ვარ 5 წელი, 20 წელი უნდა იჯდეთ ციხეში. იმ პროცესებში ხო მაგი ხლა 12 წელი გავიდა, ხა დავიჭერეთ და 20 წელი მივცეთ. აგვიდა ხა თან ბოლომდე არ გვინ პრეზიდენტი ქვეყნის 5 წელი იჯდეს და თქვათ აღნიშნოთ რა დანაშაულები ჩადენილი აქვს ეს ყველა გავშიფროთ და ამდენი ზომა ციხეში მე წამდე ვარ ვიცი რა. ბატონო რამაზ. ხელი შევახოცოთ ყველა მაგ არა, ბატონო რამაზ. არა. მე არა ვარ სააკაშვილის მომხრე, იცი რა, 5 წელი კაცი ზის. გასაგებია. 12 წელი დავცვათ. მე მოვა სხვა ხელისუფლება. ბატონო 5 წელი ბატონო რამაზ. 4 წელია ზის. ხოლე კიდევ 2-3 წელი დაიჯეს, კიდევ სულ გეუბნები და კიდევ 8 წელი იჯდეთ 9 წელი. ხო, მაგრამ კანონი ხო კანონია. მე გეუბნები როცა პრეზიდენტის ასეთ შეხება ჩასმა. მაშინ მეორე ხელისუფლება მოვა, შემდეგი ხელისუფლება. და ამას დაუწყებს ამ რაღაც საქმეები ძიება. მაგრამ მაშინ მაგალითს მოვიყვან 2004 წელს ხელისუფლება რომ მოვიდა ნაცმოძრაობისა. ჩვენ კარგად გვახსოვს რომ შევარდნაძის თავრობის მაღალჩინოსნები ციხეში გაუშვეს. ედუარდი არ დაუჭერიათ ხელშეუხლობის გარანტია მიიღო. მართალია, მაგრამ ამის გარდა სხვა მინისტრები ხო გაუშვეს? ნარჩემაშვილი, მირცხულავა და სხვა. მე არ ამართებ და არავის არ ამართებ, კაცო. მე ხა თავიდან შემოიპარა არ ვიყავი მომხრე, არ უნდა და ისე ვიცით. ქვეყანაში რომ კაი ამბავი უნდა და არ უნდა და ისე ვიცით, გაატრებდა ვიცით.
და ამიტომ გავასამართლე და ზიცღეში მე რა 20 წელი არა ვარ მომხრე რა. გასაგებია მაგრამ მაშინ კანონიდან ორჯერ სამჯერ ჩვენ ავირჩიეთ. ხო. ჩვენ უკრავდით. და პრეზიდენტი იყო ხო? ქვეყნის სახე იყო და ახლა საკმარისია რა, გასაგებია ახლა კიდევ თუ მაგის გვეშინია ჩვენ. შუაშია. მაგის საჩუქარ მობილა რა. ხო ყველა ერთ მაშინ მანამდე გასამართლე რა თუ 4 წელია ზის. არა, ეს მეორე პროცესი. მეორე მესამე მუხლები მათქვია, რატომ გაჭიანურდა და რატომ ეხლა, რატომ მანამდე, რატომ მაგის შეიძლება ხო ნეტედაჯი მოჩეს ყველაფერი ხო? რატო გადაწელა ამას? ხო ვიც აწელა, შეგე გეშინოდა პრეზიდენტი არ შეეწყალებია ხო? მაგრამ ყველა არ გვინდა ეს არა. ხო მაგრამ ახლა შეცდომას უშვებდა ის არ დაუშვა ჩვენ. თუ მომავალი დაუშვებს იმასაც. გასაგებია. მოდი შევწყვეტ ამბავი რა. ბატონო რამაზ, ეს გასაგებია. მაშინ ესე შევხედოთ, მიხეილ ყაველაშვილი დეკემბრის მერია პრეზიდენტი. ხო? რატო არ გაასამართლეს იანვარში და რატო გაასამართლეს ეხლა მარტში სააგაშვილი? თუ იმ პრეზიდენტის ფუნქციას გულისხმობს, სალომე ზურაბიშვილის ფუნქციიდან გამომდინარე. სალომე ზურაბიშვილს რა შეეწყალებია? ანუ თქვენივე პასუხიდან გისვამთ კითხვას. ხო 3 თვეა გასული პრეზიდენტობიდან. მომენტი არის მე გასამართლებელი კი არა დანაშაულად ჩაიდინა, უნდა მეუსაჯოთ, მაგრამ მე ვიცი ყავათელი ყაველაშვილი მას მივაი ხამდე და შეიძლება შეიწყალოს კიდეც რა. საკმარისია რა. ვანახოთ მოსახლეობას რომ რა ჩაიდინა ვანახოთ აუგუსტად რა გააკეთა, ყველამ ვიცი, ვინც არის გაიგებს და ამდენი ხანი ციხეშდომას არ გვინდა. ვანახოთ თავის ადგილი მიუჩიოთ. კიდე მაგის თუ გეშინია, მაგით დაწვია ჩვენ ზაგმე. მიუჩიოთ თავის ადგილს, ჩემი აზრი, ბატონო, ახლა მე ის ანუ თქვენ იმას ამბობთ, ბატონო რამაზ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისივე დანაშაულების ხილების საფუძველზე არა 20 წელი ციხეში ჩასულობაში პოლიტიკურ როგორ იტყვიან ჟარგონულ სიტყვა პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვათ თავისივე დანაშაულების ხილების საფუძველზე. ბატონო, დაისვენოს გავიდეს 5 წელი ეს რამდენი წელი ჩემი საქმე არის, მაგრამ 10 წელი ჩავთვა ციხეში, ხალხის პრეზიდენტი იყო, ორჯერ არჩეული ყავდა. ასე ესე არ გამოგივა რა. ჩვენ მაგრამ მათ ჩადიოდა, ჩვენ რალიც არის მანდ. ჩვენს ვყოფდით ხელს, ჩვენს ხალხი არ დადგა, ხალხი იმის ახლობელი, ამის ახლობელი და ეს იმის კაცი და სამის კაცი და ხამდე მივიყვანეთ. კაიც ბევრი გაუკეთებია, ცუდი, ბევრზე კაიზე ბევრი ცუდი გააკეთებია. კაიც თუ გააკეთებ კაცზე ბევრი რა. არ გვინდა მასე არ გვინდა მოთხრა რა. კარგი როგორ ქვეყნისთვის? ნუ გააკეთა პირველ ვადაში გარკვეულ ნაწილში კარგის გააკეთა. 2007-მდე ხო, არა გაუკეთებია კარგი. კი ბატონო, 2004-2006 წლის ჩათვლით, ნუ 7 დასაწყისი ვთქვათ. ნოემბრის მოვლენებამდე. კი ბატონო, ხო, რა კარგი. კი ხო, კი, ეგეც არ უნდა დავუმალოთ. ქვეყანას დაამსგავსა, პოლიცია დაამსგავსა, საგაზაფხულო. არც ეგენი არ უნდა დავუმალოთ, მაგრამ დაამსგავსა. მაგრამ სამაგიეროდ 2007 წლის ზაფხულის მოვლენებიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით. კი ბატონო. აი ვთქვათ, ცუდი ვთქვათ. თორე ჩვენს მერე მომავალი ვინც მოვა, მომავალი ახალი თავობა რომ მოვა, ჩვენ სიტყვის მარტო ცუდს. ჩვენ თუ ცუდი და კაი ერთმანეთში არ აურიეთ აკა, იქ რომ მოვლენ სხვები, ჩვენ ზიტყვიან მერე ცუდს. ასე ჯობია ხო ბატონო? რა თქმა უნდა ეგრე. მაგაში სრულებით გეთახვევით ბატონო რამას. ეხლა სად ბატონი ედუარდი დოინდელის საქართველო? თბილისის საქართველო და სად მიხეილის ბატონი მიხეილი 2006, 2004, 5, 6 წლები. ხო? ყოლის ხოვა. რა თქმა უნდა არის. ხო. მის მერე კი შეცდომები ხიცხნვალი ამ ხალხის უკანონობა და რაღაცა დაიწყეს მის მერე თავში უვარდა ზოგადად გვერდში მდგომეს ვერ მოთეკა ბატონი მიხეილმა გვერდში მდგომე ვერ მოთეკა და აი ერია სიტუაცია. აი იმის ბრალია რომ სადავეები მიუშვა. ვერ მოთეკა რა გვერდი კლანები ვერ მოთეკა. თორე შეცდომები დაუშვა ცხინვალში რაღაცეები ხო გასაგებია. ბევრი კაის უნდა ბევრი კაის გააკეთა. ეს თუ არ თქვი ჩვენ მე რო ვაკეთებ სააკაჩის მაგრამ ყველა ჩვენს მეფე დაუშვებია მაგრამ ქვეყანას გებს საფუძველებს რომ კაიც ბევრი გაუკეთებია ცუდი მაღაზი მეტი მაგრამ ჩვენ ნორმალურად ისე ვაზრუნებთ ნორმალურად ვისწრით ვაზრუნებთ უნდა ვთქვათ კარგზე კარგი ცუდზე ცუდი რა თქმა უნდა სრულებით გეთახვევით ბატონო რამას ამიტოა ეს ამიტომ 20 წელს მიცოდა სააკაშვილი ერთი კაცი არ იყო მაგი რა რამდენი არ გვინდა ახლა მასე რა. ანუ მე ის ანგელოზები ახეთ არც არ არის არც იქ დაცაგეთ. ბატონო როაზ, ანუ მე ის თქმა მინდა, ბოდიში, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს გადაცემა არის ინფორმატის, რომ ზვირფას მაყურებლებს გავაცნოთ ეს რა ქვია, საქმის მდგომარეობა უფრო ვრცლად და კი ბატონო. მიუკერძებულად. ყველა საქმე გასამართლდეს
მაგრამ 20 წელი შეხედვით მე კი არა ისტორია რა ვიცი. მოვჭეთ. აბატონო, მაგეთი მოკლედ ბატონო რამაზ შემდეგ თემაზე გადავალ ეს არის აი წინა ხელისუფლების სააკაშვილს შევეხეთ და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოკლული ხარზიანის საქმე. როდესაც პარლამენტის ხდომაზე დაიკითხა ბესო ხარზიანის შვილი და იქ მოხდა რაღაც კონფლიქტთან დაკავშირებით და რაღაცები და აი ამ თემასთან დაკავშირებით მინდა საგამოძიებო კომისია რომ მიდის ახლა? ხო, აი წულუკენის კომისიას გულისხმობ. აი ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია ჩემთან მე მინდა რომ თქვენ დაგვიანებულია. აზრი გამოთქვათ აი ამ თემასთან დაკავშირებით. დაგვიანებულია ეს კომისია, გასულია უზამაზრად რომ არა ვაფასებ დადებითად. რომ ერთხელ და სამუდამოდ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, რომ მომავალმა მთავრობებმა მიიღონ ეს ხედვად რომ მოვა ხალხი და გაგასამართლებს შენს. ეს დაგვიანდა ხალხო, მაგრამ ჩვენს გვიანა ხო? ნუ ხო ამბობდა ჩვენი ხელისუფლება რომ ჩვენო ამერიკის შეერთებული შტატების პრესის ქვეშ ვიყავითო და მაგიტომ გადაიდო ეს ყველაფერიო. ვიყავი მაშინამდე გაჩერებული ყავი რაღაც, როცა ერთხელ გაგაჩერებენ და რაღაცა მოგექცევენ თავსო დაუხრი ხო? მე მიყრედები გაგნებენ ხო? ეხლა მოვიდენ ხო აზზე. ეს მოხდებოდა ადრე და უფრო გადავიტანდი და ადრე ვიდრე ეხლა ვიტან ძალიან ძნელად ხო? კაია ისტორია გამოიძიონ ყველაფერი კი ბატონო ნახოთ შევხედოთ შევხედოთ და რეჟიმი გასამართლეთ რა კანონიერად სულთან ისეთ გასამართლეთ ნახოს ხალხმა ძინა ჩაიდინა მე წამიგი არ ვარ მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისა მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს ფაშისტური გერმანიის მაღალჩინოსნები პროცესი იყო 46-47 კი ბატონო არა 45 წელი რა თქმა უნდა არა იქ განსხვავება ის იყო მაგრამ ხო გაასამართლეს მეთქი მე თელესოფლი იყო ეტეძაც ხო და ამათაც მაშინ უნდა გაესამართლებია ცხელგუზე უფრო ჭკვიანური იქნებოდა ვიდრე ახლა ეტეძაც რა თქმა უნდა მე რამდენად დაუბრუნდა ქონება რატო დაუბრუნეს უმეტესობას ქონება რატო ანისპეკულება ანისპეკულება თოზიან ახლა თანამდებობებზე წინა ხელისუფლების დროინდ ო რატო ძალოვანსტრუქტურები ვინ არის დაძილი იმ სტრუქტურებიდან ძალოვან სტრუქტურებიდან რა ისე ვის ხალხი იძიებს საქმეს რასაც წინა ხელისუფლების დროს ასე მე არ მესმის მე საკითხს არ მინდა ამაზე ლაპარაკი რა ამით მოსამართლეები რატო არიან დღეს სასამართლოში ამ ხალხ ქვეყანაში მოსამართლე არ მოიძებნა რატო ხდება რომ პირველი განხეთქილება ქართულობაში მოხდა მოსამართლეების დანიშნვის გამო ხო? აი ეს ბესელია განხეთქილება მოხდა ეს ზარდიაშვილის დაჯახება რო იყო ანუ პირველი იყო რომ იგივე მოსამართლეები რაც იყო ბატონო საკაშვილო და ვის გაასამართლა არასდროს მოსამართლეობდა ძალებით დანდავით ის მოსამართლე დატოვეს იგივე და დამდებელს დანიშნეს და ის ხო იგივე დატოვეს რატომ? ჯერ ამას გასცეს კომისიამ პასუხი თან უვადოდ დასვეს კაპიტან ჭულიგიანმა რატომ დასვეს მოსამართლეები უვადოდ ნუ თუ სხვა მოსამართლეები საერთოდ არ მოიძებნებოდა სულთა ხალხი? როგორ არ მოიძებნებოდა, მაგრამ პოლიტიკური რა თამაში იყო და მაგით რა კაცრო მკვლელებს ციხიდან გამოუშვებ ან კაცრო 25 წელს უჯდიდან რა აკეთებდნენ ის მოსამართლე და იყოს დღეს მაშინ 25 წელს არა შეკრებითობით იმ ხელას საჟელებს აძლევდნენ ის მოსამართლე ეხლა მოსამართლე უნდა იყოს ესეც ხო უნდა ვთქვათ არა რა თქმა უნდა თორე არ გამოგივა ჩვენ ახლა ხალხო არ გამოგივა მაშინ სიმართლეს თქმა არ გამოგივა და სხვა რომ მოვა იგივე სიტყვის მაგის და არ დაალაგდება თქვენ აბა თუ ყველაფერს განფენა გვინდა მაშინ გამოდი ბატონო და თქვი ეს მოსამართლეები მე მიტომ არ მოგხსენ რატომ ეს პროკურორები რატომ არიან ახლა რატომ ასო გაგვეცი ხალხს და დავიჯერებ თქვენსაც რომ თქვენ ახლა იქცევით სწორად ეხლა თქვენი საქციელი და თქვენი მოქმედება ეს საპარლამენტო კომისია მოიქცევა სწორად დაიწყეთ იქიდან ეს პროკურორები მოსამართლე რატო არიან ადგილებში მოსამართლე რომელიც იღებს უკანონო გადაწყვეტილებას რატო არ არიან დასჯილები მოსამართლეები მე ვიცა უნდა მიბრძანოს დანაშაული ჩაიდინო ხო არ გავაკეთებ რომ გავაკეთო ხო დამიჯით მე თქვენ რატო დასწრებით მოსამართლეები ან რატო დააწინაურეთ მაგენი ჯერ მოდი ეს ამაზე გიპასუხეთ ხალხს რა მე დავიჯერებ თქვენსაც რომ ეს პოლიტიკური არ არის ასე ახლა აკეთებთ ეს პოლიტიკური არ არის ეხლა მე დავიჯერებ თქვენსაც მე ახლა გამჯერა ახლა თქვენ იგივე ნაციონალები ხართ როგორც ჩვენ როგორც ასე იცით არ მინდა ეს ხმოდალაპარაკი რა სიმართლე თქვათ მაშინ რა იწყე მაშინ რატო არის ეს თანამდებობებს ხალხო რატომ
ხო, მაგრამ ეს პოლიტიკური მიდგომა ხო არის? გრიგოლიანის მოსამართლე რატო და თანამდებობაზე? არის და თანაც უვადოთ არის რატომ? სააპელაციოში. ვინ დანიშნა? რატო დანიშნა? და რამდენი მაგისთან მოსამართლეები? ან სანამ ეს უცხოელები რო გაწევოდნენ ხალხო და არასწორად საფეს ვაკეთებიებდნენ, ხო? ხო გასისტემებში იმაში უცხო პარტნიორებს ვერ დახეთ ჩვენ. პოლიტიკურ პარტნიორს უცხო ქვეყნისას. ო, არასწორად გზაზე ვიყავდით, ხო? ხელი არ მოკიდე იმას ვათადაც, მაგრამ მაშინ რატომ მოითმინეთ ეს და რატომ გითხარით ხალხს რატომ ესაც ახლა გეუბნებით ხალხს, მაშინ რატომ გეუბნებოდით ამას? ახლა სხვანაირად საუბრობენ და მაშინ სხვანაირად ლაპარაკობენ. ან რატო ეს NGO-შნიკები? რატო დანიშნეთ თანამდებობებს? რატო დანიშნეთ NGO თანამდებობებს? უცხოეთიდან და NGO-შნიკები რატო დანიშნეთ თანამდებობებს? რატო უსმენდით? ან ასაფებონ NGO-შნიკები პარლამენტში გეждდეთ. ვიდან და კანონის და დაწერის დროს, კანონმდებლობის და კანონის დროს მაგათი აზრი თვალისწინებდით და მაგალითი ისტორიებდნენ მუშაობაში საკონსტიტუციო კომისიაში ხო იყვნენ? რატომ იყვნენ? პოლიტიკური ბალანსი გვჭირდება მაშინ ესე ამბობდნენ. NGO-შნიკი პოლიტიკოსია? არა, საერთო მასშტაბით გვჭირდება პოლიტიკური ვიღაცა სხვა ქვეყნის ინტერესის გამტარებელი ამ ქვეყანაში. გასაგებია ბატონო რამაზან, მაგრამ მაშინ ესე მოინათლა. თუ მე არ ვიცოდი, ექსპერტს მოიწოდი უცხოელს და მაგაზინს ვისწავლოდი ამ საქმეს. კი ბატონო, მაგაში სრულებით გეთანხმებით, მაგრამ მაშინ ესე მოინათლა ეს ყველაფერი, ეს იყო პოლიტიკური ბალანსის საფუძველი, რომ კომისიაში უნდა შესულიყო არასამთავრობოების წარმომადგენლობა. ვინ თქვა? მაშინ გამოაცხადეს ხელისუფლება. მითხარით ერთი რომ რაღაცას ისა ამერიკის ეს ხანე შვედეთის პარლამენტში ავსტრიის ფული დაფინანსებული საზოგადოება იჯდეს და ასთავიდეს შვედეთს როგორ აწარმოებს კანონი. გაგონილა? ეგ არ არის, მაგრამ მაშინ ესე შემოინათლეს და. შეკლასი ვარ თუ ვიხარ, ჩვენ მინა ვართ მაშინ. ეხლა გამოჩნდა ვინ არის? ეხლა კი? ბაიევა და გიორგაძე და პირველ ვისადვერში, მაგრამ უცხოელი დაფინანსებლები ხო? რა თქმა უნდა. ნანუკაჟოჯელიანი ამბავშია დღეს. 99% NGO-ების უცხოეთის დაფინანსებით იღებდა ხარჯებს. აბსოლუტურად. გამოჩნდა რომ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსება თურმე ტაივანიდან. ვიცი იმის რა ქვია, ხიდაშელის ის რო არის. ტაივანიდან ფინანსება პარლამენტის თავმჯდომარის ფონდი როა, ტაივანის პარლამენტის თავმჯდომარის ფონდიდან. საქართველოს დილაპარაკო ჩინეთის საწინააღმდეგო ჩინეთი. ხო. ზოგი ფინანსდება ამერიკაში უცხოები ჩვენი მეზობლების დაფინანსდებიან რომ საქართველოში გადარდეს იმათი პოლიტიკა, ამათ პოლიტიკა და აქ ყველა საფინანსებს. ქართული საქმე არ გეცდებოდა. ეხლა დავიწყეთ, მაგრამ ბევრი ხალხია და კიდევ დასახვედი რა. ხო, მაგრამ ეს ბატონო ბევრი ხალხია გასაშვები გვერდზე თორე. ეს მიყმოჩებული ხალხი, ერთგული ვინც იყო არ დაიყენეთ ბატონებოდა. ეს ხალხი მოლოდინის იმშოყად გვერდში ხალხი და არაფერი არ კეთდება უმეტესობითი ადგილზე. ერთეულები მუშაობენ და აი დანარჩენი ხელმასწავლებლებიან. რა ვიცი, მოვამ, ისე ხელი მოგიმართოს. ისე ბატონო რა. მე ყვადრმა მიაქციეთ ერთგულებს და მე ყვადრმის მოსვლა გვასწრებ ხალხო. ისე მე ყვადრმა მიაქციეთ ქვეყნის მოყარულ ხალხს. თქვენ გვერდში გიდგათ. თორე გასამართლება ახლა ამათ ასამართლებს და მომავალში შეიძლება თქვენ დადგეთ მაგას ადგილზე. დაუდექით ხალხს გვერდით. ყველაზე მეტად ჩაგრული თქვენ ჩვენ გვერდში გიდგენ და ვინც გიდგათ ისინი არიან დღეს საქართველოში. ჩაგრებიან ყველა მხრიდან ახლა ისინიც. ბიზნესით, საქმეშიც და ყველგან ჩაგრებიან ისინიც ვინც უსამას ედგა გვერდით და ახლა უდგას გვერდით. არავითარ ყვადრება არ ვეგრძნობ თქვენგან. არავითარ ყვადრება 12 წელია გადაყვეული ვარ, მე არავითარ ყვადრებას ვეგრძნობ თქვენგან და ჩემთვის ძალიან ბევრია. საერთოდ არავითარია რა. და არ მათქებით მე რაღაცეები. ისე ბატონო რამაზ თქვენ კარგი რაღაცა თქვით, ისე მართლა საინტერესო ფაქტი იყო ჩინელების წინააღმდეგ თავდაცვყოფილი მინისტრის თინა ხედაშელის რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია რო ფინანსდებოდა ტაივანის პარლამენტის თავმჯდომარის ფონდიდან.
სად ტაივანის პარლამენტის თავმჯდომარე და სად საქართველოს ძალისხმობილი. ჩინური ინვესტიცია არ შემოიშვა საქართველოში და ერში ქვეყანაში ჩინელების გამოეწვია ანტირეკლამა ჩინელებს. რო ჩინელები თუდები არიან კომუნისტური პარტია ეს და ეს გამოეწვია გამოდიოდა ეს კაპიტალი ამბობდა მაგალითად. კი ბატონო. ჩინური ფული არ შემოვიდეს კაპიტალი ასე და აქცევს ქვეყანას. კი კაცო როგორ არა გვახსოვს ჩვენს ყველას. ყველა ქვეყანაში ჩინური ხოთებიან ჩინელები ფული ჩადეს გააკეთებოდა ჩვენთან რატო ჩინელი ყველა ჩინელი ზოგადად ჩინელი ქვეყანას აშუქება მე ამნახია. იმას მიხედავენ შუაზიელები და პაკისტანელები შემოდიან არჩევნებში განათოთ ჩინელები თუმე არიან აქ ფუტკარი ვიშრომობს. აი ბატონო რამაზ თემიდან გამომდინარე მე გეტყვი თქვენ კარგად იცით რომ მე იურისტი ვარ ჩინელებთან აგა ხო და ან ერთი ამ თარობას მინდა რა მოგვი თქვენთან ხმამთ მე დედადია ამდენი პაკისტანელი და ამდენი ბანგლადეში რო შემოყართ ქვეყანაში ამდენი ინდუსტრიები რა ხდება ნეტა უამრავი არიან არა მითხარდა აი რა ხდება ამაზე პასუხი ვინ აგებს ამ პაკისტანთან ვიზო რეჟიმი რადგინდოდა რომ პაკისტანთან უვიზო რეჟიმი რო გვაქვს ეგ არის საინტერესო მართლა რა რატო გვაქვს რადგინოდა ჩვენ ან ეს ხალხი შემოყანა ხალხო ვერ ხედავთ ევროპაში ეს ხალხი რეებს აკეთებს ან თუ თქვა მას ევროპა გთხოვდა და ის იმათ ასახებთ აქა ჩვენ არ უნდა გითხრათ ან რა ხდება პლეხანოვზე ხალხო პლეხანოვზე ხალხი რა ხდება აზია არის ცენტრალური აზია რატო შვებით ამას მე საკაშუს არ გავკეთები ამდენი კი გადაჭი 1000 თურქ და მოქალაქეობა თურქი მესხი არის და 15000-მდე ხო არასწორი თურქი მესხი არის ხო ქართულები უნდათო ეს ვინები არიან ესენი კაცო ეს მომრავლდებიან თბილისში და მე ბიზნეს მოგიწვევენ ახლა ეხლა საფრანგეთს ამტრევენ და წვავენ ის იგივე არის ხამდე არ მივარ ეს ვინ გააკეთა ეს გითხარება ეს ვინ შემოიყვანა ეს ხალხი ისედაც გასწორებულები ვართ სამუშაო არ აგვაქვს და ის ჩვენ რა სამუშაო ადგილია მაგერ მუშაობენ ეს რას გავს ვინ დაგავარათ ეს თქვენ ეს გაიგეთებიათ იცით ბატონო რა საკურირო მომსახურებაში პაკისტანელები ინდუსები და ისინი რა ქვია ტაქსებზე ჩინის არ აქვს პაკისტანელები ინდუსები და კურიერების მასში სტუდენტები შევდნენ რატო ქენით ეს ხო და რას ვამბობთ ბატონო რამას თქვენ კარგად იცით რომ მე როდი გაიყვანეთ მაგენი აქედან გას ბოდიშ მოვიხდი როდის გავიყვანთ ეგ ხელისუფლების გადასაწყვეტი ანუ ჩინელებთან დაკავშირებით მინდოდა რაღაც ფრაზა მეთქვა ეს იყო იურისტად თქვენ კარგად იცით რომ მე იურისტად მუშაობ და ჩინელებთან უშუალოდ მაქვს ურთიერთობა მე ნუ გარკვეულ ჩინელებთან და აი წარმოიდგინეთ ბატონო რამას ელემენტარულს ვიტყვი აი ჩინელები ინვესტიციას ხდებენ საქართველოში გარდა ამისა როგორც მე იურისტს ხო შეთანხმების საფუძველზე რაღაც ხელშეკრულება რომ უნდა დავამუშავოთ ხო იქ აქვს გარკვეული ვადები ანუ 1 საათში ჩინური ფულის საფუძველზე რაღაც თანხა არის საქართველოსში და ჩვენს ქვეყანაში და იგივე თანხას ქართულ ეკვივალენტში იხდიან თუ ვადაზე ადრე დაუმუშავე დოკუმენტაცია ხო პლუს ამ ანუ ვადის შეთანხმების ნახევარს უმატებენ ზედ კიდე და აქ იმ ინდუსებთან და იმათანაც მაქვს შეხება იმათ ფულს ვერ გავაგდებინებ ხელში ვიხდი რას ვამბობ რადგან ეს ზემი გამაგები იგად პაკისტანელებს ვაფშე აი ბოდიში ჟარგონს ვიტყვი ხმარე აი ელემენტარულ კაპექს ვერ გავაგდებინებ ჩვენ ხალხებმა უცხოეთში გარბის ოჯახს ვერ არჩენს ისინი აქ შემოყავს აქეთ თქვა იმუშავებს ახლა ორი კაპი გაგებო ისინი აქ შემოყვანილი ყავთ რა გავიგე ვიცი ბანგლადეშთან შემოყავთო მუშახელი დასავლეთ საქართველოს ჩაის პლანტაციას აღორძინებდა. რა ქართველები ვერ იმუშავებენ დასავლეთ საქართველოში. გას ბანგლადეშში ვერ შემოიყვანა. იაფად მუშაობენ და ეხლა ჩაის აღორძინებდა მაგენ და სამეგრელო დაუსახავენ და დასახდებიან მაგენი ალბათ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, აგრე გამოდის. ხო. არ გამომას ბატონო მაგ რა. იყოს მაგის ის დაუშავებელი და უცხოთომი არ შემოიყვანა საქართველოში. იაფ მუშახელი რა, რამდენი უნდა გადაუხადონ? საინტერესო ფაქტია, რამდენი უნდა გადაუხადო თუ იაფ უფასოდ არავინ არ იმუშავებს. ქართველები დაუხადო და ბლომ მაგ იქნება რა, ქართველები ორი კაბეგი საერთოდ რა იქნება რა. კი, მაგრამ ახლა ბანგლადეშელები უნდა თამათ და, ჰა? რას ისა? ვინ არის სტუდენტი ხალხი კაცო? რას გავს ეს? ვიგებ ჩვენ აქემ გადიდებ კი, მაგრამ ამ ზაგს მიხედეთ. იმედო გაქებ გადიდებ და გიდგავთ გადიდებ, გამხერამოჩერებელი ვარ, კიდევ თქვენ აგებთ და ეს ვინები შემოიყვანეთ კაცო?
ამ ტაქსებზე და იმაზე ხო საერთოდ ლაბარაკი არ არის. ეს არის ახალგაზრდების იმის მუშახელი, ხალი ტაქსების კაცი საღამოს გავიტაქსებდა, სტუდენტი კურირადი მუშაობდა, დასწრამდე გაკეთებდნენ დღეში, ცოშვილი ყავდა, ხალხი კონკურსი გამიწიოს და დღეში 30 არი გამომდის და თან დარბის ეს კურიერი ქუჩა ძაღლი მომას მოძდებს. წვიმათებში ეს დარბი საწყლები რა. კარგი რა. და თან 70%-ზე მეტი ინდუსები და პაკისტანელები მუშაობდნენ. ჩვენ მიწე მუშაობდნენ და იმათაც სამსახურს აართნევ რა. და ტაქსი ამას წინაზე ბატონო ტაქსით მოგვიწია წამოსვლა მე და ჩემი მეგობრებს და იცი თქვენ ვინ იყო მძღოლი? პაკისტანელი ინდუსი. რატო? იყო და ხა? თანა მისამართი იმან არ იცის. არაფერი არ იცის. ვერაფერი ვერ გავაგებინეთ. კიდე კაი ონლაინ იყო გადახდილი ხალხი. აი ბატონო სალეგო ბატონო საკითხი. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. და ამას უნდა გამოსწორებო ძვირფასო ტელემაყურებლობა. არის ბატონო შავლი, ერთ რაღაც ხო რა. აი უნდა რომელსაც თარობას წერს ვინმეს ეხება ეს საკითხი რა. თქვათ მე ვცხოვრობ რაიონში. და სკოლა დაამთავრა, ჩემი შვილმა სკოლა დაამთავრეს, არის კარგი გასწავლება და ჩააბარეს თბილისის საქართველოს ჩააბარეს ან ხუთაისში ჩააბარეს მაგისტრალებში. საზაბარები იქ საცხოვრებელი არც მოსწავლეებს არ არის. არა. ეხლა ბინა რო იქნებო დაძმას მაგას ჩააბარეს ხო? 700-800-ზე ნაკლებად ბინას ვერ იშოვე. რა თქმა უნდა. 800 ბინა, კომუნალური დამატებით 100 ლარი, 900 ლარი. ჭამას მა რაღაცა ხო უნდა თქვათ, ორი ბავშვი ყავს სტუდენტი კაც ხო, ბავშვო. დღეში მინიმუმ 20 ლარი ხო უნდა 30 ლარი. ეგეც 1500-მდე ადიხარ. 1600-1700 ლარია. ჩაცმა დახურ ვის საღ 2700 ლარი სოფელში დღეს. ამიტომ ოი ჩამოდიან სასწავლებლად ახალგაზრდები ჩვენები. დღე მუშაობენ წვალებენ სადღაცა. კურირად იმადი კურირება წაართვიტორე. რომ ბინის კიდე გადაიხადონ. ელექტროების ხელმძღვანელი რომ მე მოდიო საღამოს მოდიო ამ დილით მოდიო მიდიან ბავშვები და თუმე ძინავთ დოაბა მთელი ღამე უზილარები როა ელექტროს ნაგიაწყობს რომ ფული გადაიხადოს სტავლის ფული და უწყობენ ხელს და არ სტავლობენ და თამაში მიდის მანდა რა ერთეულებია 10-დან 7 ეს პრობლემა აქვს ამის მოგვარება ხო შეიძლება ჩვენ თუ გვინდა ახალგაზრდა რატო არის გამართლებით თაობა ქუჩაში დგას რომ ამბობთ ქუჩაში დგან და ისინი თვითონ დგანო ფულს უხდიან ისინი ხო დავინახეთ ფულს უხდიან მაგათ ნავი ახალგაზრდები ხო ვიცი გარდგანან მაგრამ დღეში არიან ხო შეიძლება თარობა 1.15 წერო გავიდა სუჯაღაში ნებულო ან უმაღლესასწავლებელს მივცეთ დრო ან ეს გამოუყოთ ან ჩვენ დაეხმაროთ რომ აშენდეს საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის სტუდენტი რომ ჩააბარეს უნივერსიტეტში რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მაგარი თუ უსაც გაჭირება აქვს რა გადაიხადოს ბინის თანხა ამის ეკეთება ბევრი რამე უნდა ხო მივიღებთ ჩვენ განათლებით თაობას განათლებულ თაობას ხო მივიღებთ ხალხო ჩვენ თაობა დაეხმაროთ მე თვითონ უნივერსიტეტს არ მივცეთ იმუნიტეტის ლიცენზია ვისაც არ ექნება საცხოვრებელი დრო მივცეთ მაგას მაგრამ ჩვენ დავეხმაროთ რადგან ეს ფული ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს ხალხს ახალგაზრდებს უნდა მოხმარდეს ეს ბიუჯეტი ხალხს მომავალს კი პენსიონერებსაც უნდა მოხმარდეს გაპრესებს უნდა მოხმარდეს მე თუ უნდა მოხმარდეს მომავალ თაობას ხო ის სტუდენტი რომ ერთი ვიცი ახალგაზრდები არის 5 კვადრატში 5-6 კვადრატში ხორობს ორი კაცი უკან შევრენ უკან ვერ გამოდიან კაცო რამდენი ასეთი? ადი ნახეთ აბა. და რამ ხელაფულს იხდიან? იმ 5-6 კვადრატში? ხალხი არ გეცოდებათ? რა ხდება? ან თქვა მეორე საკითხს მაგალითად რა. ქვეყანა ხო გვინდა საქართველოს, ჩვენ ქვეყანა ხო ჩვენი არა? ჩვენ ხო გვინდა ქვეყანა, ეს ქვეყანა ჩვენ ემსახურებს და ჩვენ ემსახურებთ ქვეყანას, ხო? კაცი ხო არის კაცი? თქვათ დაამთავრე გავიზარდე კაცი გაამთავრე სკოლა ჩააბარე უნივერსიტეტში თქვა თბილისელი ვარ კაი რა მშულობა და მინდა ოჯახი შექმნა კი ბატონო ხო კი ბავშვისა ბიჭი გოგოს მოდა შეამიდა სახში ვერადებით თბილისში ეს თაღი უმეტესობა სახლა ცხოვრობს კომუნისტების დენდელი ბინაში ხო ერთ ოთახიანი ან ოთახნახევარი ოთახნახევარი მანდ ზალაშის ლოგინი მოდია ნახევარ თბილისზე მეც
რა გავაკეთო? შევიდა ხანი გაჩვენდი ჩემ სახლში, ხო? იქ დედა, მამა, ძმა ყავდა და იქ ბარცშვილი, არც ვრამდები, საკითხულობა მინდა და რა შევი ხლა მე სწავლას ვანებებენ თავს. ერთი იქით გარბის, მეორე ბალთას რომ უცხოეთში გარბიან, რომ ბიდის ფული მოაგროვონ, ხო? ამას თელი ახალგაზრდობა 15 წელი მიდის, თელი ახალგაზრდობის თაფლის ახალი წლები, ახალგაზრდული წლები 15 წელი მიდის შენი ბინის ფული შეაგრო. რა თქმა უნდა. ამ შვილს ტოვებ, ბებიაბას უტოვებს, თუ შეგეძინა შვილი. ბავშვი უშუალოდ იზრდება. შენ ტოვებ ამ ბავშვის ზრდის პროცესს ვერ ხედავ, რა და ვერცნობა. მე ჩამოდიხარ და ყიდულობამ ბინას და მე შეიძლება არ ჩამოხვიდე ეს ბავშვი იქით მიყავს. ხო. გებულები ხა? ამ ბინას კი იყიდი, მაგრამ ამ ბინა ნახევარაში ბინები შუგერანტი ღამ იყიდეს და უკვე ისე მეჩვე უკვე დავიდნენ და დარჩებინა აქ. მოდი ამა და ბინა ეს ბინა იგი $1000 და ბინაცა და არის. არ არის. 80 კვადრატიან ბინა რო იყიდო ადამიანა 80 რა არის ხო? $80,000 პლუს რემონტი გააკეთე $100,000 უნდა. $100,000 თბილისში დღეს სამსახურში ცოლ-ქმარმა რა უნდა როგორ იშოვე ეს გამაგებია და კი ბატონო შენ. ვერანაირად ვერ იშოვეს. გამაგებია ადამიანმა ახალგაზრდა ხალხმა როგორ უნდა იშოვო $100,000 თბილისში დღეს ვით უნდა იშოვო. და სახე რო იყიდო შეიძლება იცხოვრო ადამიანი როგორ იცხოვრო ეს. რაფერი ადგინდა ჩვენ თუ ხალხს არ უმსახურეთ. გაიცნო მონება ჩვენი ხალხი უცხოეთში კაცი და აქ თათარი მოყავდა. შენ მონების გაუ ჩვენი ხალხი რომ თბილისში ბილაში ეძებდა. ეცი ნახიან ბინეს ვიყიდულო თბილისში კაცო. ამ ხელ ფასი ჯატოა ზამბინე და ვიყიდულო ზამბინეს რატო არ აყიდებს ამას კაცო. ვიყიდულობს და ის ინდუსი, თათარი, ბუდისტი და ისა. ქართულად უკვე გარბის, უკვე აქ რატო დაუნადარჩა, ყველა წასულია. ბავშვის რა ნახია, მე გემოვაუღო ცხოვრება და გავიდე ეს იქ და ეს ბინა დაკეტილია თბილისში. ჩვენ ქვეყანა ეს ჩვენი სამშობლო ჩვენ ხალხს უნდა მოვაკმაროთ ხალხო. რა უნდა მუნიციპალური ბინამშენებლობას კაცო. რა უნდა მუნიციპალური ბინამშენებლობა, რა უნდა დავიწყოთ. დავიწყოთ მუნიციპალური ბინამშენებლობა, როგორ ხდება თქვენ. ან მივცეთ კრედიტი ანუ ახალ ცოლ-ქმარს ოჯახს უნდა ბინა უნდა ხო? ან მივცეთ ეს ბინა და 30-40 წელი დამნი წელი იქნება 50 წელი მე გავუფორმოთ ეს ბინა. ნელა თუ გადაიხადოს ეს ფული. აი $200, $250 ხო? სახელმწიფო განაკვეთიდან ბონუსის ხარ. $100 სპანამ ეს რა გადაფარავს ეს ფული არ ვაჩუქოთ კაცო. დაფაროს ეს ფული 30 წლის მერე ჩამოვიდა და დაუფორმო ბინა. მამდე წამოდი ხაშენ. აქ ცხოვრობენ ესენი ხო? აქ იმუშავებენ. აქ შექმნიან დოვლათს, აქ გაზდიან შვილებს. აქ იმას შიმშილი ცხოვრება. ეს აგრესიას მოისმა ბავშვებისმა. რა თქმა უნდა. ბავშვი აგრესიული რო არიან. დედა არა, მამა არა. სახლი არა, კარი არა, რას გავს ეს ბინები გაჩვენი. რას გავს ეს ბინები კაცო? ეს არა ხო? დამშვიდობა ქვეყანა. ხო? რა უნდა ამის გაკეთებას ხალხო? ერთი დაბიჯი გადავდგით რომ მუნიციპალური ბინაში დავიწყოთ. ყველა ბატონო რამას დღევანდელ ცხოვრებაში ხო ის საბინაო ბიზნესი ყველაზე მომგებიანია. ერთეულები იგებენ დაანჩენი ხო? ამაზე ეწილება ხალხი ხო? მე არ უნდა სასახლები თბილისში, სადაც გასწორიყო ხალხი. ისეთი კაი სახლები აშენენ მიხარია. რომ ქართველები თუ არის ფულიერ ხალხი ბევრია და სასახლები აშენონ. მე თვითონ მიცემ. ბევრი 10 კონდა 100 კონდა. მე გონი ელემენტარული საცხოვრისი რომ ახალი თაობას რო კონდეს საცხოვრისი და მე გავითარდე მე ესე აბათვა შეიძლება ეს ბინა. ამ შეკეთება გავდენა იმენი ფული შევონ რომ სახლი აშენონ კაცო. ხო, თუ ამის შეხედულება შეძლოთ არ შეხედეს, არ შეხედეს ამას. არ სხვა შევა. და ეს ხალხი დამაგდება ჩვენ ქვეყანაში თორე ხალხო. რამდენი ბავშვი შენს გარე არ ემარეში. ამ წელიწადში რამდენი ბავშვი დაიბადა? რამდენი გადაიცვალა, რამდენი მოხუცი? საერთოდ ის რა ქვია, შობადობა ძალიან მცირე რაოდენობის არის, უფრო მეტი გარდაცვალებაა. ეხლა აქცელერული იყო რამდენი ვართ ქართველები, გაიგო ვინმე? შარშანდელი მონაცემებით ჯერ არ გამოქვეყნებულა სახელმწიფოს მონაცემები. 2021 წლის მონაცემებით რა უნდა მუნიციპალური ბინაში რა უნდა ამას? ან მეორე საკითხი გასულ. რა გახდა ბატონმა ყობახიძე წინა პრემიერო იყო ჩვენი. ღარიბაშვილი. აფთიაგის ბიზნეს დაუპირისპირდა და წამალი ფასი დაწიეთო და იყო ჭირაობა ხო რაღაც დაწევს. ეხლა ის აუშვეს ეს ხო? კი. ამის ერთად გზა არის მუნიციპალური აფთიაგები. კი ბატონო. მაგრამ როგორ გაიეფეს ხო იცით ბატონო რამას? წამლები იცით? აი ყველაზე მაგარი რა არის, იცი? ამათ მაწიეს ფასები იმხელა ცხოვრამდე რომ ეხლა რო აიაფებენ ხო? თვით ღირებულების 10%-ით, ანუ 10 ჯერ მეტი გამოდის მაინც.
მიხდი? თუ ამის და თანაცო აცხადებენ ბოდიში ნახევრად გაიაფათდაო. აი ხედავ რა. აი სიტყვაზე არ გაგიაფებს მაგას. შენ გაიაფები, არ გაგიაფებს. არა, მე მაგას არ ვამბობ, აფთიაქებიდან გამომდინარე. არა გაგიაფები რა. მადლობა თორმეტ რომ პენსიონერებს ქრონიკულ დაავადებულ ამტყობებს გარკვეულ რამოდენს აძლევენ უფასოდ. რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო, აკეთებენ ამას. მაგრამ ხო შეიძლება ჩამოყალიბდეს ხალხში მუნიციპალური აფთიაქები. გარკვეული კატეგორია ადამიანებისთვის. შეიძლება. მაგრამ აქ წამლების ბიზნესი როგორც საბინაო ბიზნესი ყველაზე მონგებიანია და ყველა ატრიალებს ამ ფულს აღმოუღობა. 5 კაცი მიდდება და მილიონი ღარიბდება რაღაც. ეს დამფუძნებელი რო არის, რა ოქრიაშვილმა ხო განაცხადა. ყველაზე დიდი შემოსავალი მე მაგიდან მაგდა ხალხის ინტერესები არ მაინტერესებსო. ეხლა მაგათ მე არ ვიცი მაგათ. კი, არა, იყო მაგეთ რო თქვა. ორდანეზე აქეთ მეორე. რა, ცუდი აფთიაქი, კაი აფთიაქები გვაქვს, მაგრამ ხო შეიძლება ფასზე წარმოქმნაზე და შეღავათ იყოს ხალხისთვის. და კიდე მოიცა რა დავამატა საჭიროებიდან გამომდინარე 100%-ით კიდე გავაზვირე წამლებსო. მესამე საკითხი. ბატონ ჟავრი. მონოპოლიაზე ვებდოდით ბატონ მიხეილს, ხო? მაგ პერიოდში ნაციონალებს, ხო? ეხლა მონოპოლიზი არ არის? ახლა უფრო მეტია. აბა, გაქოთ, დავჟე გაქებთ ახლა დილამდე გინდათ. არა. სელში. პოდობის მაღაზი სელში, ხო, სელში. ასე რამ გააძურა პროდუქცია ხალხო. დოლარი ხვალ გაძურებულა? არა. რატოა მოწყალოდ გაძურებული პროდუქცია? ყავა. პური გააძვირეს ახლა კიდე. პური გაძურდა, საჭმელი ყველა ხო ოჯახი მაქვს, მე ვარჩენ ოჯახს და ხო ხედავ რა ხდება რაღაც. ან ეს ედეგის ქსელები ესენი, კარფური ესენი ხო ტყავს გაძრობენ და რაც ყიდიან რა საქმეს ყიდიან. ახლა ხო იცით ბატონო ნამას? რატო შეიძლება ლარი და 90 თეთრი ღირს ნაბეღლავი კაცო? ხო. რატო ხალხო ლადო ხო ნაბეღლავი გამაგებიო ვინმე რაღაც. ლარ და უცე რაკეთებს უბრალოდ წყალი ორი რატო წყალი უბრალოდ წყალი საქართველოს რატო გამდენი ფასი გაგვაგებიეთ ვინმე? 9 ლიტრიანი ბოთლი ღირს ლარი და 20. რატო გაგვაგებიეთ ვინმე? ირანში რატო წყალი ჩვენზე იაბი გაგვაგებიეთ ვინმე რაღაც? დუბაიში რატო წყალი ჩვენზე გაგვაგებიეთ ვინმე რაღაც? გუში სეკრეტარია დასაჯი მიდიოდი და ხო მანდ ვისტორ და იმის მაღაზიები რო არის კანონი. 5 ლარი იყო ერთი ყავა და 3 ლარი ნახვადენ წყალი. რა იყო რა ფასია? ხო. რატულის ხათერ დადიან მანდ? ატულის სასქე 3 ლარი წყალს ატუაძე. ამის კონტროლი. თარაკაი პასუხს იძლევიან ბატონოს. თუ გინდა იყიდე, თუ გინდა რა იყიდე. სხვა რა იდა თქდა. ამას ხონდა მიხედავთ. ხო ამის სამსახური ხო არსებობს კაცო. მერიაში მუშაობ ეს ბიჭი ხა მაგის პროფესორი არის. სამსახური მერიაში სამსახური რომ ეს არ მოილაპარაკო ფასების დამაჟურებელი მე ანტიმონოპოლო სამსახური. ხო. რას აკეთებს კაცო? არაფერს. ან საწვამზე რა ხდება ბოლოს და ბოლოს კაცო? საწვამზე სად არის ლარიანი იყო მაშინ და ძვირია იუდა ხოთებია. ახლა 3 ლარზე ავიდა. სადაც თემა დიმოქს ბენზინი. ა ბენზინია მე 2.5 რო არის. ხო. იმას თუ ბენზინი. გაზის თუნი როა კაცო და ყარს გაზის დარჩენია მაგი ხო? დებილი კონი ვოთ ხალხი. რატო არა ყვადგა მამად კაცო? მაგის კონტროლი ხო შეიძლება რომ საქართველოს შეერიოს დღეს. არა გახდეს აუშენებელი ეს ნატო ქარხანა ჩვენი კონდეს საქართველოს რა იქნება? ჩვენ ბენზინი ვაწარმოოთ. როგორ შეიძლება მიწის წარმოქმნაში 3.5 ღირდეს კაცო სალიარი. შეიძლება სალიარი ბენზინზე ძვირი ღირდეს საქართველოს და ვიწა უნდა მიწის ქარხანა ჩვენ ხო და სალიარზე ბენზინზე ძვირი ღირს სალიარი კაცო. სათხრება ქვეყანა მითხარი ერთ სათხრება ეს რაღაც. ეს არის ფინანსური მონოპოლია ფასების მოატებასთან დაკავშირებით ნელ-ნელა აჩვევენ და მე კიდე გაზდიან. აჩვევენ და ძმაოს წადი სოფლებში კაცო, წადი სოფლებში ერთი და ნახეთ ხალხს ვერ არის სოფლებში ხალხი დაცილია რაიონები, დაცილია სოფლები. სავა არიან სოფელში ხალხი. რატო შობით ამას ხალხო მიხედეთ ამას კაცო რა. ერთად მიხედოთ რაღაცა ხენით მოიფიქრეთ რა. რაღაცა ხენით რაღაცა მოიფიქრეთ რაღაცა ხენით რა. თუ ქვეყანას ხალხი თუ არ გვექნა ამ ქვეყანაზე რაღაცა როგორ კაცო? აი სასურსათო თემას შეეხეთ ბატონო რამაზ ამას წინებზე ვიყავი მე. ა ბოდიში რა ხდება კაცო გამაგებიეთ რა. სოფელში კაცო ცხოვრობ ხო? ოჯახი ყველა ცხოვრია სოფელი ვარ ხო წარმოშობით კაცო. ერთი და ორი ღორის შენახვა ყველა ოჯახს შეუძლია ნაციონალ. ორი გოჭი ერთი ისე იგი წელიწადში
ყოველ 4 თვეში ერთხელ გოჭი ორი ვალდება გოჭები ხო? კი ბატონო. ესე იგი, ორი გოჭი 20 ყოველ 20 გოჭი 15 გოჭი იყოს. გამხარაფული შემოდის, მაგრამ გოჭია, გოჭი გაყიდის კაცი, ხორცი ინახავს, ხორცს საგდომო დაკრავს, საშობო დაკრავს და ესპეზება ხათამი რაღაცა ხო. ხო, იყოლიბენ ღორებს, მოვა ბიჭო, ერთი წელი გაბრალდება ეს ღორები, მოვა რაღაც დაანტყოფობა. შემოიყვანებენ, კი არ მოვა, შემოიტანებენ. დაიხოცებენ ღორები, ეს მეძვედე ღორები, ავრასკენ ღორები დაიხოცება ყველა. ამის დანარხობზე რა უდის ხალხი, წივილი კილტირილი. ერთი სამი წელი ღორი გაწყდება. მე კიდე ვიყოლიბენ, ერთ ორი წელი შეgaწყდება. ეს არის ხდება ხა? ეგ რა გახდა 10 რა. ესა თუხლა ხო, მაგ თუ რაღაცა დავადება ხო, რაღაც ფიტო ვიწვა ხო. ბიჭო, არგონომები არ ყავს? თუ არ ყავს, სუღან არავინ არ არის? ამით წამანი არ არსებობს, რომ სადი გაუკეთოთ? ყველაფერი შეიძლება. ბატონო, ამდენ წელია 20 წელზე რატო შევიდა ამას? სამაგეროთ ბიზნესი ხო არის ბრაზილიური ღორის ხორცი. ანა თხილზე ვერ ვიხედე რა ხდება რაღაცო. თხილზე ხო როლპება ყველაფერი რატო ხდება ეს ხო ხედავთ ვირაკეთებს ამას? ფაროსანა ხოთა იყო. ფაროსანაც კი ემძოლე და არ არის იმნელი, მაგრამ როლპება თხილი გაც მოინც. რა ხდება ხოში ამოდუყოთ მაშინ თუ არ ვაღა თხილზე გადროли. რაღაცა წამლავენ ხო? ანა თხილი წამალი რომ უცხოიდან შემოგვაგდა ვალპობდა გაურობას. აგრა აზოც გახდა აკოტალმო ნორმალური ისეთი რომ არ ავნო სხვას. ხო, მაგრამ იქიდან მონოპოლია ხო უნდა გაძვირა თქო. ფაროსანაც წამლავენ, მაგრამ გამოდი და ყველა ხილი განადგურა იმსოფელში. რა საერთოდ ზუნია გო რაღაცა. კი კაცო. საგაზურებენ რაღაცა. დააწვა ყველა ხილი კაცო. ბატონო რამაზ, დროის ფორმატიდან გამომდინარე, შემდეგ კითხვა შევეხები. ძალიან გაგვიგრძელდა ეს საუბარი, საინტერესო თემა იყო ძვირფას ტელემაყურებლისათვის და ასევე ჩემთვისაც. მარსანამ თემას ვიტყოდე, ერთ რამეს ჩავამატებ, აი შენ საუბრიდან გამომდინარე, უნდა მეთქვა და თქვენ საუბრობდით. აი უნივერსამის მაღაზიაში ვიყავი რამოდენიმე დღის უკან. აქ სამგურში კინაღამ სუდად გავხდი 3 ლიტრიანი ზეთი, იცი რა ღი? ანუ იქ წერია 52 ლარი ძველი ფასი და ახალი 37-ია. გატყვიებს. ხო? გატყვიებს. ვითომ ფასდაკლებაშია. გატყვიებს, გატყვიებს და აი, სასაცილოა. არა, აი, ეს რომელიმე თქვენ ასე იყიდეთ ბარკალი მაღაზიაში და აჭამეთ თქვენ შვილებს რა. საერთოდ არა, ჩალის გემოაკ და საერთოდ მაგ მაგას ხამი ეს არიელი კაცო. საერთოდ არ ღირს მაგის ყიდა. აიღეთ ეს ზეთი რომ მაღაზიაში უდებს ზეთი ქვია სახელად, ზეთი ეწერია, უსულზებდა სახელად და ტაფას დააწყას უნია გეთება. აჭმეთ თქვენ შვილებს, მაგას არ აჭმეთ ხო? თაობა გვესდება და კონტროლი ხომ დავაცოთ რომ ეს მავნებელი პროდუქცია არ შემოვიდეს. ან ბაზარში ყველი იყიდება, ყველია ხალხობა. რატო არ ამოწმებთ რომ ყველი არ იყიდება არცად? ამის რატო ხდება ხატო წამლა ჩვენ საკუთარ ხალხს ერიხო იწამლება ხალხო რა. ბატონო რამაზ. უძახე ნაციკოჩი კაცო, ხელი წამლება ერი კაცო. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. აი მასთან დაკავშირებით. რას კაცო? აი მინდა ამ თემამ გადააგოსოფეში, გადი შემიყვანე. კაი, ხალხი თუ არ იქნება რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოკლე ფორმატიდან გამომდინარე, მინდა თემა შევცვალო. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება რო პარლამენტმა დაინიცირა ბოდიში უკაცრავად. აი ამ თემასთან დაკავშირებით მე ერთი რამის თქვა მინდა ბატონო რამაზ. ჩვენ გვახსოვს 2016 წელს, როდესაც მარიხუანის ლეგალიზაცია შემოიღეს, მაშინ იყო ესეთი მოწინააღმდეგეთა გარკვეული ნაწილი იყო, რომელსაც ცხონებული კობადავითაშვილი ედგა სათავეში და მე ამ კომისიის წევრი ვიყავი. და ვიყავი ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა მხარეს და დღესაც სასტიკად მეწინააღმდეგები ნარკოპოლიტიკის რა ქვია, იმიტომ რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია გინდ მარიხუანის ლეგალიზაცია, ჩემთვის ერთი და იგივე აქვს, გინდ მარიხუანა იყოს, გინდ კოკაინი, გინდ ის რა ქვია, ჰეროინი. ერთნაირად დამღუპელია მომავალი თაობისათვის ეს ნარკოტიკები და აქედან გამომდინარე, თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ყველაფერს ბატონო რამაზ? წინამთავრობის დროს ნარკოტიკებზე ძალიან დიდი დევნა იყო, ხო? კი ბატონო. ძალიან დევნა იყო და ნარკოტიკი პლანს ვეძახიან, სოფელში ვერ მოწვედი, პლანს ბავშვი ვერ მოწვედნენ და ეგრევე ჯარიმები და იჭერდა ხო? ციხეც იყო. კი ბატონო. ეს ლეგალიზაცია ვინ შემოიღო საქართველოში, დაღუპეს ახალგაზრდობა. ეხლა რომ შემოიღეს კანონი, კარგია ეს ყველაფერი. აქამდე ეს ვინ შემოიღო კაცო? ამ ხელისუფლებამ შემოიღო. ვინ იყო ინსპექტორი? ჯერის მანახელის გასამართეთ რომ ერი დაღუპა ხალხო, დაიღუპა ხალხი ახალგაზრდები. გასვენებაში ხოჭში ხალხი გაიგეთ ღვინოს ასვავს მოსაწმის სუნია ხოჭში ხალხო დიდი მადარიანა ეწევიან მოსაწევს
და არიან მე გამოთაყვანებულები. რა გინდა? ვის შემოიღეთ? ეხლა კარგია გამკაცეთ, მაგრამ მანდე ვის შემოიღო? ეს თქვით აბაჯერეთი. ვინ იყო ინიციატორი ამის? რატომ იყო ეს ამის ინიციატორი ეს? მაგას პასუხისგაცემა უნდა. მაგრამ ეხლა შემოიღებს ეხლა ვიჭერ? ეხლა უნდა გავიგო 20 წუთი უნდა გააკეთეს? ეხლა კაიცვე. ეხლა გაიგეთო ცუდია? ნარკომანია და თავდაო დამღობეთ? ნუ ვიზუალურად მასე გამოდის ბატონო რაღაც. დაგიჯეროთ კაცო. და სოფლიო პოლიტიკის მინდა შევეხო მოკლედ კერძოდ ჩვეულებრივად როგორც სიმინდისი დაწესილია თუ პლანი. კი ბატონო. მოხუცებია თუ მეგაც. გამოსვდა თაობა რაღაც. ასისა. ეგ იყო ის ჩვენი მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზაცია, რომელიც 2016 წელს მიიღო არსებულმა ხელისუფლებამ კანონში. მათვევიე მაშინ ამბობდნენ რომ მარიხუანა ის მოიყვანოთ სათურებში გამყიდოთ, ის სხვა რამეა. იმას ნუღრეთ მანეთი მაგი არის ბიზნესი, მაგი არის ყველა კარგი გამოდი მოსაწევად. მაგისა დიდი ფული შემოდიდა ბიუჯეტში და იმის მოწინავე არა მე მაგას არ გულისხმობ. და რაღაცი იყო, ის მოწინავე წავიდა მაგის. მაგი წარმოება ჰოლანდეთის არის, კანადაში არის, ამერიკაში არის და უზარმაზარი ფული შემოდის მაგის. ხო, მაგრამ სამაგეროთ ამათმა რო აუშვეს ის კულტივაცია დაიწყეს და თვითონ ეხმარობენ. ყველა ხმარობდა, ყველა ქონდა მაგი ბიზნესი ამას დაფეშვაში არ არის. ის ბიზნესი გასაკეთებელი რომ გითხო, ის ბიზნესი გასაკეთებელია. უზარმაზარი ფული კანაფში. უზარმაზარი ფულია კანაფის მოყვანაში. მაგის ზეთი ხმარება, მაგის თოკეთება და თელემავიება და ჩვენ მიწა კარგად ხარობს მაგი და მაგი არის ჩვენ გასაკეთებელი საქმე. სამეგრელოს მაგი მაგრამოდის. მაგი სათურე უნდა გააკეთოს და მაგი რა ცუდი კი არ არის მაგი. არა, მე მაგას არ ვამბობ ბატონო რამას. თქვენ სხვა მხრიდან გაიგეთ. მე იმას გულისხმობ, რომ აი ამ კულტივაცია ლეგალიზაციის საფუძველზე, კულტივაცია ანუ რომ მიიღეს კანონი კულტივაციიდან გამომდინარე, ეს კარგია, მაგრამ საერთო მასშტაბით ლეგალიზაცია რო გამოცხადა ნარკოტიკების კერძოდ მარიხუანის. ვინ დაავალა, ვინ გააკეთა ეს, რომ მოეშვენ ნარკოტიკების დევნას. ვინ იყო ავტორი? ეს თქვანჯერ. და მე დაიწყო გამგაცრება. ეს თქვანჯერ ხალხო დაგუბეს. ვინ თავის თავზე აიღოს იმან, ვინ შემოიღო და ვინ იყო მაგის მოთავე. რომ და რატომ დაუყარეთ, რატომ ეს თქვა პარლამენტარებმა. ვინ იმისა მომხრე ვინ იყო, რომ თაობის განადგურების. ვინ იყო მომხრე ამის? სოფლიო პოლიტიკას მინდა გარკვეულ მხარეს შევეხო, ეს არის. ჩვენ ქართველების თუ ბუდომანები ვართ, ქართველები საერთოდ. ქართველები ვართ ბუდომანები. თამაშიერი, აზატოლიერი ვართ, ხო ჩვენ. ხო შეიძლება როგორც რუსეთში რო არის, რომ აი სათამაშოდ არ მოსპოთ. აი დავდოხოთ შავზუსპერიეთში, ბათუმში დავდოვოთ. თბილისში გავიტანოთ თქვა რუსთავში. და მოვაცილოთ. ახლოს არ იყოს ესე, ხო შეიძლება? კი, როგორ შეიძლება, მაგრამ სამაგეროთ აქ არის, რომ გადავტენილია გავრობა. ხო, ხო შეიძლება ეს კი ბევრი შემოდის, მაგრამ გავიტანოთ ეს იქით, რომ თქვა დაიწყოთ ყაბდუბოში თვალზე. კი, როგორ არა, შეიძლება. რატომ რაგეთებს? იმიტომ რომ ადგილზე უნდა ტრიალებდეს. ამდენი ხალხი იღუპება, ამდენი ხალხი დაიღუპა, ამდენი ოჯახი დაიქცა. ეს სახელმწიფო ჩვენი ხალხის არ გვინდა? ხალხისთვის. აი, ხო, სახელმწიფო ოჯახია, დიდი ოჯახი, ხო? ჩემი ოჯახი თუ ჩემი შვილი არ გაიხარა, რა თქმა ოჯახი? რა ოჯახი, ხო? ისე სახელმწიფოში შენმა ხალხმა უნდა იხაროს, ხო? თუ შენი ხალხი უნდა გაიქცეს 22 წლის 23-ის გოგო ბიჭები და ბიჭებმა სხვაგან ბეტონზე იზრდონ და ხალხ და გოგოებმა ვიღაც მოხუცი იტალიელი მოხუცებს ერთად უნდა უბანონ და შეგიხარეთ აწ ვიღაც არ ბაჟოზე ხარ? აქ ინდუსტრიები შემოყავს. ორი კაპიტალ შორობდა გუშინზე ნაკ ბიჭი დღეში მოტოციკლით და ისე წავიდა გუცხეში. ვინ შემოიყვა ესეც გამაგებია ვინ დატონება ინდუსტრიების შემოყრას საქართველოში. ვინ დატონება მაგას მუშაობას, ვინ საკამს და რატო აძლევს მაგას მუშაობის ბულებას. სამუშაო ადგილი არ გვაქვს და იქ ხოთებოით გერმანია წაიყვანა ჩემ ხარ გამუშავაო და აქ ხონდა რაღაც სამუშაო ადგილი აქ რატო გაუწვი კონკურენცია ტაქსი და ტაქსი 100 იყო ბიჭები ღამე. მაშინ კიდევ მიტანამოტანაში ხო ამაში ორი კაბი კურიერის იმაში ხო ორი კაბი იყო მაგაში ამასაც არ თვე ბიჭო რა დაკეთებ ამას კაცო ეს ესენი წავიდნენ ვინ შევა მე აქ საქართველოში შეხარ პატრიოტი შენ ჯობი ხარ საერთაშორისო და იმით აწუნანებს სამაგეროთ ინდუსები და ისინი რა ქვია ბუდისტები რჩებიან რა აქვს მაგთან ეს არის ტურისტული ინვესტიცია რომელსაც აკეთებენ დღეს ტურისტები არის
ბატონო რამას. თემას მინდა შევეხო, ეს არის ძალიან მოკლედ, ეს არის უკრაინის თემას მინდა შევეხო. ოღონდ ორივე კითხვას ერთად დავსვა. ნუ ვიზუალურად ესე გამოდის მაინც. და ამიდან ამ ფორმატიდან გამომდინარე ეს იმას ვქნათ და დავამთავროთ გადაცემა. ეს არის უკრაინას რო ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრა ნატომ საზღვრების დელიმიტაცია დემარკაციასთან დაკავშირებით და არსებული საომარი მოქმედებამდე არსებული სიტუაციაში დაბრუნება მოთხოვა და მეორე ეს არის ტრამპისა და პუტინის საუბარი, როდესაც უკრაინამ განაცხადა ცეცხლშეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის ხელისუფლება უარს აცხადებს ცეცხლშეწყვეტას და აცხადებს სრული ესკალაციას საომარ მოქმედებაში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს ბატონო რამაზ? რასაც რომ ამბობთ წეგრაცემებში იქ მეორდება. ცეცხლშეწყვეტა უკანა თანახმა იქნება რა იქნება. მოდიმა დანა, კი რა შევწუდოთო. სად ომი შევაჩეროთო. კი ბატონო. ომი შეჩერება რას ქვია? შენ იარაღი მწოდება შეაჩერეო და სამხედრო ტექნიკის მოძრაობა შეწყდესო. დავჯე და ვილაპარაკო საზღვრებზეო. ეს ასე ვილაპარაკოთ. ეს არ უნდათ. მაშინ მე ეცე გავაჩერო და მე მოიმარაგოთ იარაღებიცეთ, თავდასხმები ვიცეთ, მთელი ევროპა ეხმარებით და გაამაგროთ, მაგ არ გამოვაგოთ. და მიდი კაცი გუში უბრალოდ ტელეგრამი უბრალოდ და ოდესას. ხო? კი, რა თქმა უნდა. ეხლა რუსია რა ისე მოატყუო, ხო? ასე არის? ან ისო სამხედრო ენერგოობიეტებს არ დაარტყათ. ჩხუბის დროს ეხლა აქ ცემე აქ დამარტყი აქ არ მოხდეს აქ დამარტყი ომი ბრაგაბრი გადის და არ დაარტყათო მაგრამ ტაბი უბრალოდ მე მომეცი ის ისა ატო სადგური მე მომეცია როგორ გაწევ მე მომეცია სადგური და მე ჩემი იქნება რუსია დაბომბავს ხო მაგრამ ეს ოს არა ქვენ ნატო რო ეძახო და მიდი არ მიდი გასულ რაც ხდებოდა ჩვენთან მაგრამ რო გვატყუებდნენ 2007 წელს რო ნატოში ვიგიღებთო და მაპს ვაქცემთო და მე ასპადრო მოგწეს ხო მე ამას მოყვა 2008 წლის ომი მაშინ გვატყუებდნენ ხო ხედავ ხალხი იგივე სცენარი გააკეთეს უკრაინას ხო ხედავ მაშინ გვატყუებდნენ ეხლა ნატო არ მზახია საქართველოს ნატოს მაშინ ხო შემდივით და ხვალზე უნდა შემოთხოვდით და ხოდით გაწ ხო გვეუბნებოდი და რო ჩამოდიოდა უცხოელები რომ ნატოში ხართ ახ ხვალ ნატოში გიგნებით როგორც გვატყუებთ ხვალ ევროპაში გიგნებით ისე ხო გვატყუებთ ხალხო ჩვენ მაშინ რა ხო მოატყუეთ რუსი ხო უკრაინელი ხო მოატყუეთ კაცო იმაში რომ ნატო შეგიყვანთო და იგი ომი ხო ნატო შეყვანამ გამოიწვია ომი ეს მე არ მითქვია ყველამ თქვა ხო კაცი რაბარაკოს კაი დართ უკრაინა თანახმა დათმოს ტერიტორია ხო დარჩენილი ნაწილი მან ნატო შეიყვანეთო არაო კაცი რაც აიღო რუსმა დამთმობო ხო დარჩენილი ტერიტორიის უსაფრთხოების გარანტია მომეცითო და ნატოში შეგვიყვანეთ ხო უსაფრთხოების გარანტია ხო არაო მაშინ სადაგვიცავი არაო აბა რატომ მატყუი რატომ შემიყვანე ამ მომში კაცო ეხლა საბრანგეს თავის გაჭირებია ერობას თავის გაჭირებია რომ ეხლა უნდა რომ ეს რუს ემოს უკრაინელი ძალისკაცით ხო რუსები დაგწ არ გამოვეს ამბავი რა ყველა ჭკანად მოიქცა ჩვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი თქვა ბატონებო ისე გავაკეთოთ რომ ორი ბუმბერაძის სახელმწიფოების საბაჭრობით დარგვიქცეთ ჩვენო მე გაიხადა თავი სწორი ნაბიჯიც იყო მაგ ბატონო აგარიცობაჯი უკრაინამ გაიხადა თავი ორი სახელმწიფოს საბაჭრო და საჯიგნად გაიხადა თავი აწყობდნენ დარაგებულ ქვეყანა შეიძლება მოხსენიყო ჭკვიანად თუ რაც ხდება უკრაინის თავზე ძალიან უყურს უკრაინელებს არის უკრაინელების ბრალი ხალხის ბრალია ხელისუფლების გასაგებია ხელისუფლება ხალხია უკრაინელი ხალხი რაც ჭირთ დააბრუნებს საკუთარ თავს და ასე ადურად მაგი არ მორჩება ხო მაგრამ ტრამპი ხო აცხადებს 3-4 თვეში დავამთავრებ ტრამპი ამ საღამოს ტრამპის ხო მომხრება მაგრამ ტრამპი შუადღეს ერთ ამბობს შუადღეს მეორეს დილის მესამეს ამბობს ამ მე ვაფერ გავიგე რა თქვა როდის ასამბობს და როდის ამბობს ეს კაცი სიმართლეს მაშინ რადიკალურ განსხვავებულად განსხვავებებს ხან ზელენსკის აკეთებს ხან ირაკს აძლევს ხან მეგობრ ხან ცხრებებს მაინც ჩამოვალო ხან ამშვები და მე ჯერ ვერაფერ ვერ გავიგე და პუტინი ჯერ ერთი ტანკი და ტანკი არ ჩაუქრია თავის ომი არ შეჩერებულა ხო ერთ წუთით რატომ მოვიდა ომი შეჩერდა არა გაძლიერდა კი ბატონო ხელი გაბე ბრაგაბო გადიოდა ეხლა ახალი გამოგონიათ წუხელი რუსებს პროგრამა ამი უბრალოდ იმისი ხო ის ვერთ რენროა არა ის არა ახალი ამოგეთ ვიღებში
ის ხო არის დრონები. ხო. დრონები დაპროგრამებია, დრონები მიფრინავენ დრონები მიდიან და ერთად ხუშტებიან თურმე. მერე ირთვება მესამე მეორე პროგრამა ირთვება. ესე ამათი. ესე რადია მაღლა ხარისში იქიდან მერე ურწყავი ქომოდა 80% ვერაფიქსირებს რადარები თურმე. და გარამამძლო წუხებს საოდესა. გაგიჟდნენ ესენი. ის რაღაცა მოიფიქრეს თურმე ამ დრონებს უკვე დრონებსაც ვერაფიქსირებს და რუს დაანებეთ თავი ხალხო. მე მითქვია მეკითხებათორე. რაც აღებული აქვს მიეცი რუს და გააჩერეთ ომი. ხო, მაგრამ რუს უნდა ოდესა. ოდესას ისტორიულად იყო რუსული ქალაქი. მაგას უნდა ოდესა, უნდა ხარკოვი. ამასაც წაიღებს უდახანში. ნახევრად აღებული არა აქვს. ხარკოვთან არ მიცულა, ამასაც წაიღებს უდახანში. ერთ ქვეყანა ნეიტრალური ქვეყანა იქნებიო და არაფერი მოხდებოდა. ჩვენ გზა არის ნეიტრალურში. ჩვენ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, რუსთან, სომეხთან დავიჯოთ თქვა ბატონებო. მე არც ერთ სამხედრო ბლოკში არ შევარ, იქნები ამაზე შევთავაზოთ ხალხო. ჩვენ არც ერთ სამხედრო გარტონში არ შევდივართ. ეს NGO-შნიკები ნელა გაუშვათ აქედან, მაგრამ დაფინანსება არ ჭირდება არაფერში, არ ჭირდება ხელმჭარი და ხელმჭამოთ და ვიყოთ მშვიდობიანად. მივყოთ ხელი განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ქვეყანას მივხედოთ. უცხოთაობისგან დავისვენოთ, გავწევდოთ ესენი და ამ საკითხში ყველა დაგიდგებით გვერდით. როცა დავინახავთ ვაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ეხლა საშვებით ნახავთ ეროვნული და ნახავთ არ მაწყენ არ გამოვა ბატონებო რა. ნახავთ გაკეთებული ბავშვი არ გამოვა, ნახავთ საქმე არ გამოვა. ან აკეთებთ, დაიწყებთ უცხოელების დაფინანსებული და მტრების დევნა ბოლომდე ვდიოთ. დაუყადაღეთ, ეხლა გამშვიდობთ, სად რა ფული იყო და სად მივიდა ეს ფული. ბოლომდე გამოდით, თქვით, დაუჩქართ პროცესი, დრო მიყავთ, ჩქარა პროცესი უნდა ამას. ხო, მაგრამ დროის გაწევრის მეთოდი აქვს თამათ ბატონო. არა, ჩქარა პროცესი უნდა, მიხედო უნდა ქვეყანას გაგუდრო, დაიკარგა ქვეყანა რა. გაიცალა ხალხისგან ხალხო. დაიცალა ხალხისგან სოფლები. მაგრამ თბილისში ვართ, და ისე ყველა ვართ აქა. ძალიან კარგი, ბატონ რამას. მადლობა დღევანდელი სტუმრობისათვის. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასეთი იყო პოლიტიკური კვირა. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე TV+-ის ეთერში. მადლობთ რომ გიყურებდით. კარგად დამდებოდეთ.